ჩამოგვიდა Starlink-ი. ახლა უნდა ავაკეთოს რომ ხელა ყოფილა, დიდი ყოფილა, მე პატარა მეგონა. შეხედავთ. საერთოდ დაახლოებით 60 სანტიმეტრი 40 სანტიმეტრი. აუიღე? აჰა. სარი ანტენა. ეს აპარატურა. დავიწყოთ. მეორე გვერდზე თავისი ხო? მაგრამ ეს ახლა რა დავამაგროთ ამის კონსტრუქციებს ცალკე ფასი ღირდა, მაგრამ ჩვენ მოუფიქრეთ რაღაც კონსტრუქციას აქ. ეს არის სტაციონარული. არის ასევე მობილურებიც. ეს არის მიმღები მოწყობილობა. რაც დადგა. სახში. ამჟამად კაბელები. რაოდენობა კაბელები მოყვება თავისი. ეს არის კვების ბლოკი. ეს ინსტრუქცია. ეს კაბელი ევროპის კი მოკლა. კი ბატონო, ევროპა. დავიწყეთ ჩვენ ინსტალაციას. დავიწყეთ აწყობა. კავშიროთ ახლა დავაერთოთ. ერთი დავაერთეთ ანტენაზე. მეორე როუტერზე. ახლა ეს დენზე უნდა დავაერთოთ. აიწყო უკვე ქსელი, რომელიც აქ არის სქემაზე მოცემული. ეხლა გადმოვწერით ეს აპლიკაცია. დავაყენოთ როგორც სურათია მოცემული და დავიწყოთ მუშაობა. დავენოს სტანდარტი check for obstructions. არის ორი ვარიანტი, თუ არის რამე სახლი ან რაღაცა, ამ შემთხვევაში აირჩევ იმას. ამ შემთხვევაში ავირჩიეთ, რომ არა მაქვს აქ იქეთ-აქეთ არცხვი არაფერი, აქ არის უკვე ინსტრუქციები. გავაგრძელეთ ინსტალაცია. ყველაფერი შეერთებული გვაქვს. გამოჩნდა Starlink-ი. ვაუ! დაუკავშირდეს Starlink-ს. გადავიდეთ უკან და დავილოდოთ. გამოჩნდა. ჩვენი მოწყობილები დავაწერე, რომ Starlink-იო დაწყვილდა დამატებით. ესე იგი, უნდა გასწორდეს 29 გრადუსი. Starlink-ი უკვე ონლაინ არის და ახდენს შემდეგ გადავედით გვერდზე, სადაც გვასწორებინებს თუ როგორ უნდა მოვახდინოთ სუსტი ინსტალაცია, რომ კარგად დაიჭიროს. დავიწყებ შემოტრიალებას. აქაც, აი. უნდა ჩააჭ. ჯინო იმ ხაზში, სადაც ვეუბნება. ესე როგორც დაგვიხატა და ახლოვებით იმ ადგილზეა, სადაც უნდა იყოს. მცირე კორექტირება უნდა, დავაკორექტირებს და ავაგრძელოთ გადაღება. აი. როგორც ხედავთ, უკვე გავასწორეთ. გადავიდეთ შემდეგ ნაბიჯზე. მიმდინარეობს მოძებნა.
აგვიწერა ონლაინ, რაც იმას ნიშნავს, რომ უკვე დაუკავშირდა Starlink-ი თავის სატელიტს. გადავედით გვერდზე, სადაც იკვლევს სად არის შეფერხებები, მაგრამ წითელი ნიშნავს აქ აბსოლუტურად ღიაცა და პრობლემები არ არის. დავიწყეთ უკვე ასე რომ ვთქვათ იღება და ჩვენ ლოკაციაზე აწეს რომ დაახლოებით 100-დან ზემოთ არის მიღება. რაც შეეხება updates, post-it uploads, ახლა 25 მეგაბიტია. თავიდან გავსინჯოთ. რაღაცა 200 მეგაბიტებზე და რაღაცაზე რომ ლაპარაკობდნენ, იქ ალბათ არის თეორიულად ხან არის, ხან არ არის. ჩვენ აქ გვჭირდება მაქსიმუმ სიჩქარე, ჩვენ გვჭირდება ისეთი სიჩქარე, რომელიც მინიმალურ ჩვენ მოთხოვნებს აკმაყოფილებს და ამ შემთხვევაში ეს დაახლოებით 90 მეგაბიტი იყო და 55 მილიწამი არის ამ შემთხვევაში ჩვენი პინგი. წინა შემთხვევაში მოგცა დაახლოებით 200 მეგაბიტი, თუმცა ამ შემთხვევაში ეს უკვე 53 მეგაბიტი დააფიქსირა. ეს საინტერესოა ძალიან, ამიტომ ამოდენიმე ტესტ ჩავატარებ, კიდევ ერთხელ დავტესტოთ. იგი როგორც აჩვენებს რუკამ ახლა ვიცი ალბათ იქ რა ხდება ეს სატელიტები მოძრაობენ და გადართვა ხდება. იგი აქ აქვს რამოდენიმე speed test-ი, ერთი არის ჩემი ტელეფონიდან და ერთი არის პირდაპირ როუტერიდან. ახლა სუსტი რო ვიყო უფრო ალბათ გავსინჯოთ თვითონ როუტერიდან და გადავიყვანე როუტერზე. აქ არის კავშირი როუტერსა და ჩემს ტელეფონს შორის რაღაც 500 მეგაბიტი. ახლა გავსინჯოთ კავშირი ინტერნეტთან. ახლა გავსინჯოთ პირდაპირ ინტერნეტი. ორ მეგაბიტი დაწერა ამ შემთხვევაში. ეს როგორც წესი ხოლმე რო იღებენ ამას, აჩვენებენ ხოლმე ყოველთვის მაქსიმუმს და რეალობა ის არის, რომ ხან 40 მეგაბიტია და ხან აგერ როგორც ხედავთ 200 მეგაბიტი. მომავალში გამოვიკლოთ და რეალურად საშუალო რა იქნება და ყველაზე მინიმუმი რა იქნება, იმაზე უნდა ავეწყოთ, რომ მაქსიმუმი დავაფიქსიროთ და მე საჭირო მომენტში მინიმუმი მივიღოთ. ეგ არ არის ჩვენ გეგმებში. კიდევ ერთხელ გავზომოთ, როგორც ხედავთ 200 მეგაბიტზე წავიდა, თუმცა სატელიტი რო გადადის იკლებს, ნახეთ. კავშირი ახალი სატელიტი შემოვიდა, დიდი ალბათობით ესე ხვდები მე. და დაეცა სიჩქარე. ახლა ჯერჯერობით ინდორზე გვაქვს დავაგებული. და აქედან ვაკეთებთ და ახლა მოვახდენთ მე ამის ინსტალაციას სიმაღლეზე და ალბათ უფრო უკეთეს შედეგებს მივიღებთ. ეს ლოკაცია არის ზესტაფონის რაიონი მეორე სვირი. ინტერნეტი გვაქვს ისედაც ბევრი, მაგრამ საჭირო იყო Starlink-ის დამატება, რომელიც მოსვენყოფს
პირდაპირ კავშირს ამერიკულ სერვერებთან და ასევე საჭირო არის იმისთვის, რომ გქონდეს უწყვეტი კავშირი ნებისმიერი ავარიის დროს. შევეცდებით დავაყენოთ აღლა. ეხლა ტესტი გავაკეთოთ ცნობილ speed test-ზე. ავირჩიე გერმანული სერვერი მიუნხენში, ეს არის Deutsche Telekom. ავუშვათ ტესტი. ეს ტესტი თვითონ Starlink-ის იყო და შეიძლება ცდებოდეს. ეს არის რეალობასთან უფრო ახლოს. შესანიშნავი კავშირი დაფიქსირდა ამჟამად ეს არის მიუნხენში Deutsche Telekom-თან. ეხლა ვნახოთ ქართულ პროვაიდერებთან როგორი კავშირი აქვს. ავირჩიოთ მაგალითად GeoCell-ი. დავუშვათ. GeoCell-თან კაი კავშირი დაიკავა. მაგალითად Maxicom-ი. Maxicom-თანაც კარგი კავშირი. ეხლა ისე დაგვინდა Starlink-ზე და უცნაურია. თავის სპიდ-ტესტზე აიტყობა, მე როგორც ვფიქრობ, ახლა თავის სერვერთან ზომავს სადღაც ამერიკაში და ამიტომ იძლევა დაბალ მონაცემებს შედარებით. ეშით თავიდან გავაგრძელოთ. თავიდან გავზომოთ. ახლა უფრო კარგი მონაცემები, ახალი სატელიტი შემოვიდა. საერთოდ ჩამოვარდა. როგორც ვთქვით, კავშირი არის არასტაბილური. ძირითადად ზომავენ ხოლმე მაქსიმუმს და აჩვენებენ ოი რა მაგარია. მაგრამ ასეთი რაღაცებიც ხდება. თავიდან გავზომოთ. ესეთი კავშირია ამჟამად. დავაპაუზებთ და რამოდენიმე ხნის მერე ისევ გავსინჯავ. თავიდან გავზომოთ. ეხლა უკვე კარგავში საჩვენებს. ამილად არ ვიცი ხა ზედა დამოკიდებული. მაგრამ ასე